Ჯარიმების ნაცვლად უფრო მკაცრი პოლიტიკა, თვეების წინ უკვე გამკაცრებული რეგულაციები კიდევ უფრო მკაცრდება. საკმაოდ დიდი პოლიტიკური ვნებათა ღალვა გამოიწვია დაანონსებულმა გეგმამ, რომელიც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. გზის გადაკეტვაზე, აქციებზე, სახეების დაფარვაზე, პიროტექნიკის ან სხვა აკრძალული ნივთების ტარებაზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მკაცრდება. გზის უკანონოდ გადაკვეთის ან დროებითი კონსტრუქციის პირველივე შემთხვევაზე კი 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება გათვალისწინებული. სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლიც ემატება, რომელიც სამართალდამცავის შეურაცხყოფას ეხება. ხელისუფლება თვეების წინ ამოქმედებულ ჯარიმებს კანონდარღვევების პრევენციისთვის არასაკმარისად ეფექტურად მიიჩნევს. ოპონენტები კი კანონპროექტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აცხადებენ. ცალკეული ოპოზიციონერი აქტორები კანონის გამკაცრებაში ოპოზიციის ერთი ნაწილის პასუხისმგებლობასაც ხედავენ. ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით იწყება. უახლოეს მომავალში აქციის მონაწილის მხრიდან დემონსტრაციებზე ნიღბის გამოყენება, გზის გადაკეტვა, ანდროებითი კონსტრუქციის მოწყობა და ცრემლსადენი ან სხვა მომწამლელი ნივთიერების ქონა ჯარიმის ნაცვლად პირველივე შემთხვევაში 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. თუ კანონდამრღვევი პარალელურად აქციის ორგანიზატორიც იქნება, მას ციხეში 20 დღის გატარება მოუწევს. ახალ გამკაცრებულ რეგულაციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი ის ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში უკვე დააინიცირა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებების მიზანი დანაშაულის პრევენციაა და გზის გადაკეტვა ნებადართული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ საპროტესტო აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ტროტუარზე ვერ ეტება. ეს არის, რა თქმა უნდა, რეაქცია იმ უკანონობაზე, რაც ხდება და ეს არის რეაქცია საზოგადოების მოთხოვნას. რომ შეუძლებელია, რომ 20 ადამიანი ძალადობდეს 1,5 მილიონიან ქალაქზე. შეკრებას და მანიფესტაციას აქვს თავისი წესი, როდესაც ამის არიან ის რაოდენობა, რომელიც ეტევა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე და ასე შემდეგ, გამოხატონ იქ. ეხლა რომ ხედავთ ფეხები გაფარჩხული, რომ კეტავენ გზას, იმიტომ რომ არ ყოფილით ადამიანები, 20 ადამიანი ვერ იძალადებს 1,5 მილიონიან ქალაქზე. ჩვენ ხედავთ, რომ არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფდა პრევენციას, ამიტომაც არის ეს გადაწყვეტილება მიღებული პარლამენტის მხრიდან, რომ გამკაცდეს ამ მხრივ პოლიტიკა. დაგეგმილი ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლიც ემატება, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ პირს დაეკისრება, რომელიც სამართალდამცავს შეურაცხყოფას მესამედ მიაყენებს, ან მის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება. ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში აქციის მონაწილეს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. განმეორებითი კანონდარღვევა კი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა კი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. ასევე 2 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება დემონსტრანტს, რომელსაც საპროტესტო აქციაზე იარაღი, პიროტექნიკა ან ისეთი ნივთი ექნება, რომელმაც შესაძლოა სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივებს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია და რეპრესიულს უწოდებს. მათი შეფასებით მმართველი გუნდი ძალაუფლების შესანარჩუნებლად პროტესტის ჩახშობას და აქციის მონაწილეების დაშინებას უშედეგოდ ცდილობს. გიორგი გახარიას გუნდი კი ახალ გამკაცრებულ რეგულაციებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციის ნაწილს აკისრებს. სამოქალაქო აქტივისტებს და საერთოდ ნებისმიერ რიგით ადამიანს კიდევ უფრო მეტად ზღუდავენ იმისთვის, რომ გამოხატოს პროტესტი. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რაღაცას, რომ საბოლოოდ რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გაიმყაროს ძალაუფლება და არავის ამ ქვეყანაში არ ხვდა შესაძლებლობა იმისი, რომ განსხვავებული აზრი გამოხატოს. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავარი პრობლემა არის რუსთაველზე პროტესტი. არის ადამიანების პროტესტი, რის მოგდვასაც ის ახლა ცდილობს. ამ ადამიანებს მე დარწმუნებული ვარ, ვერ შეაშინებს ვერც ცვლილებების სისხლის სამართლის კოდექსში და ვერც ერთი რეპრესიული კანონი. კანონი მიიღება იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანების შეშინება და საბოლოო ჯამში იმ ადამიანებს მოაშორებენ ქუჩიდან, რომელიც მათ კონტროლს არ ექვემდებარება. ესეც დაძაბულობის მატებას უწყობს ხელს და არა დაძაბულობის შემცირებას. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი სინამდვილეში ხელისუფლება თავის დასასრულს უახლოვდება და არ აძლიერებს. ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება მათ შორის კანონმდებლობით გააძლიეროს. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, ვინ მისცა საბაბი ოცნებას აი ამ დრაკონული ძალადობრივი კანონების მიღების
ვინ მისცა საბაბი და იყო თუ არა 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია, მათ შორის საბაბი ოცნებისთვის, რომ კიდევ უფრო დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რომელსაც ის აშენებს. ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება. მმართველ გუნდში აქცენტს ევროპულ პრაქტიკაზე აკეთებენ და საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელობაზე მიუთითებენ. მათი შეფასებით დაგეგმილი ცვლილებები ბოლო დროს არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს და სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას ადეკვატურად უპასუხებს. წარმოუდგენელია ის ძალადობა, რაც ხდება მცირე ჯგუფი ადამიანების მიერ პრაქტიკულად მთელს ქვეყანაზე. რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა ქუჩა არ უნდა გადაკეტოს, ამით ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი და ხელი ეშლება ქვეყანას ფუნქციონირებისთვის. შესაბამისი სისხლისამართლებრივი და ადმინისტრაციული სახდელები და სასჯელები იქნება გათვალისწინებული სწორედ ამ თითიდან გამოწვეული ქართულ ხალხზე თავს მოხვეული პრობლემის გადასაწყვეტად. ყველა შეუძლია გამოხატოს საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში. მაგრამ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა ისე როგორც საერთაშორისო სტანდარტები ამბობს ერთ რამეს, რომ თუ შენ არ ხარ საკმარისად წარმოდგენილი შენ პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს. აქამდე მოქმედებდა ჯარიმები, ეს ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო და სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციული სისხლისამართლის კანონმდებლობაში იმისათვის, რომ უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობას, ხო? ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლისამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებებს პარლამენტის საკომიტეტო და სასესიო ფორმატში უახლოეს მომავალში განიხილავს აქციებთან დაკავშირებით ახალ გამკაცრებულ რეგულაციებს საკანონმდებლო ორგანოს საბოლოოდ საშემოდგომო სესიის ფარგლებში დაამტკიცებს.